გაგრძელება იქნება, ასე ეხმაურება უკრაინის გენშტაბი მოსკოვზე მასშტაბურ იერიშს. თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება, განაცხადა ზელენსკი. ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის თავზე ისევ შავი კვამლია უკრაინულმა დრონებმა 3 დღეში უკვე მეორედ შეაღწიეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დედაქალაქი საჰაერო თავდაცვის სისტემებით განსაკუთრებულად დაცულ ადგილად ითვლება. რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის მასშტაბური თავდასხმის გამო თბილისი მოსკოვს შორის 3 ავიარეისი გაუქმდა, ერთი კი დაგვიანებით სრულდება. ინფორმაცია BMG-ს ტავ ჯორჯიაში დაუდასტურეს. ქუთაისის აეროპორტში კი უახლოესი რეისი ხვალაა ჩანიშნული, თუმცა ამ ეტაპისთვის გაუქმების ან გადადების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართული პასპორტით სარგებლობდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. დანაშაული სწორედ პოლონეთის ქალაქ ბიელა-პოდლიასკაში მოხდა. ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია სემიონ სკრეპეცკის ცეცხლის საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე გაუხსნა. მხატვარი პუტინისა და კადიროვის კარიკატურებს ხატავდა. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა. შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა, განაცხადა ნიკა გვარამია. კოალიცია ცვლილობისთვის ლიდერის თქმით, ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება.